გამარჯობა, დღეს 22 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1992 წლის 22 ივლისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი და ბიზნესვუმენი სელენა გომესი. ის ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ვარსკვლავად. 1998 წლის 22 ივლისს დაიბადა ურუგვაელი ფეხბურთელი ფედერიკო ვალვერდე. ის არის მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილი. 2017 წლიდან გამოდის რეალის ძირითად შემადგენლობაში. მას მოგებული აქვს ყველა შესაძლო ტიტული მადრიდის რეალთან ერთად. 1955 წლის 22 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ვილემ დეფო. 1998 წლის 22 ივლისს დაიბადა ლონდონის ჩელსის ესპანელი ფეხბურთელი მარკ კუკურელია. 1999 წლის 22 ივლისს დაიბადა ნიგერიელ ახალზელანდიელი MMA მებრძოლი ისრაელ ადესანია. ის არის UFC-ს საშუალო წონის ორგზის ყოფილი ჩემპიონი. 1980 წლის 22 ივლისს დაიბადა ნიდერლანდელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი დირკ კივიტი. 1998 წლის 22 ივლისს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, მოდელი და გამხმოვანებელი მედისონ პეტისი. 2013 წლის 22 ივლისს დაიბადა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, უელსის პრინცი ჯორჯი. ის არის უელსის პრინც ვილიამისა და უელსის პრინცესა ქეთრინის უფროსი ვაჟი. 1963 წლის 22 ივლისს დაიბადა ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, მადრიდის რეალის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და კლუბის სიმბოლო ემილიო ბუტრაგენიო. მადრიდის რეალთან ერთად მან მოიგო უამრავი ტიტული, მათ შორის 6-ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, 4-ჯერ ესპანეთის სუპერთასი და 2-ჯერ უეფა-ს თასი. 1971 წლის 22 ივლისს დაიბადა ქართველი ყოფილი ფეხბურთელი, პოლიტიკოსი, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშა. მან 2 წელი გაატარა მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.